მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ ვართ სტუდიაში გზაგასაყართან. ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემასთა ციკლს ბიბლიური გზაჯვარედინები, სადაც განვიხილავთ ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, ყველაზე უფრო ცნობილი ბიბლიური პიროვნებებისა. ეს გადაწყვეტილებები აღმოჩნდა მნიშვნელოვანი და ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ გამოგვეკვეთა მათი ცხოვრებიდან სწორედ ეს ადგილები. დღეს სტუდიაში ამ თემაზე სასაუბროთ. კვლავ მოვიწვიეთ ბატონ გიორგი გვასალია, თეოლოგი. ბატონ გიორგი, მოგესალმებით, დიდი მადლობა მობრძანებისათვის. ეს საუბრები ძალიან საინტერესო აღმოჩნდა მაყურებლისთვის და ძალიან მოხარული ვარ, რომ მათგან მოდის ძალიან ბევრი შეკითხვები და ასევე შეფასებები. დღეს ჩვენ გავაგრძელებთ საუბარს ნოეს შემდგომი ცხოვრებით. წინა გადაცემაში სწორედ ნოეზე ვისაუბრეთ, ნოეს არჩევანზე, ნოეს გზაჯვარედინზე და ვაგრძელებთ დღეს საუბარს. გიორგი, რითი დავიწყოთ? შემდგომი გზაჯვარედინი, სად შეიძლება გამოვკვეთოთ? აი, ნოეს მერე, ნოე როგორც მამა ყოველი ადამიანისა, ვინც დღეს ცხოვრობს დედამიწაზე, რადგანაც იმ დროს იწყება განახლება კაცობრიობისა და მრავლდება ნოეს შთამომავლობა, მრავლდება კაცობრიობა და სად განვიხილოთ შემდგომი გზაჯვარედინი? სად არის არჩევანი, რომელიც შეიძლება პიროვნებამ გააკეთოს, ან შეიძლება ერმა გააკეთოს? ჩვენ წინა გადაცემაში ვთქვით, რომ ნოე სამი შვილი ყავს და მის გამო წამოვიდეს კაცობრიობა და ვივარაუდეთ, რომ მისი საკურთხევლის წინაშე დგომა ლოცვა მისი შვილებისათვის და შესაბამისად მთელი კაცობრიობისათვის. თუმცა ძალიან სიმბოლურია, რომ ბიბლია, რომლის მთავარი თემა მესია, სანამ შეუდგებოდეს იმ თხრობას, რომელიც თხრობითანაც ის უკვე მესიანური ხაზის შესახებ განუწყვეტლივად წარმოებს წყებას. ჩვენ ბიბლია ერთ ამბავს მოგვითხრობს, რომელიც საზოგადოებაში უფრო ბაბილონის გოდოლის შენების სახელით არის წარმოდგენილი. ანუ გვესაუბრება აქედან მომდინარე, არა მარტო ამ ადგილას, სხვა ადგილასაც იქნება ეს, მაგრამ განსაკუთრებულად ამ ადგილას იგრძნობა. გვესაუბრება არა მარტო იმ გზაჯვარედინზე, რომელზეც შეიძლება ადამიანი აღმოჩნდეს, არამედ იმ გზაჯვარედინზე, რომელზეც შეიძლება საზოგადოება ან კაცობრიობა აღმოჩნდეს. ძალიან სიმპტომატურია ბიბლიისაგან ამის უწყება, ვინაიდან აქედან წამოვა ენები, წამოვა ერები, კულტურული ერთეულები და ბიბლია თითქოს და იუწყება, რომ ეს დაყოფადობა, ურთიერთგათიშულობა შედეგია იმისა, რომ ერთ დროს ერთ ბაგე, როგორც ბიბლია იუწყება, კაცობრიობა არ წავა იმ გზით, რა გზითაც წავა ძალიან მცირე ნაწილი და მისი საუკეთესო წარმომადგენელი. ამიტომაც ბიბლიური უწყება ბაბილონის გოდოლის შესახებ შეგვიძლია გავიგოთ როგორც ერთგვარი ხედვა ბიბლიისა იმ გზაჯვარედინზე მდგარი კაცობრიობისა, რომელიც ნოეს შემდგომ გამრავლდა. ნოეს ლოცვის წამამღები კაცობრიობა, რამდენად მიიღო, რამდენად გააგრძელა იმ გზაზე სიარული, რასაც ნოე ევედრებოდა ღმერთს. ჩვენ ბიბლიაში ამ ადგილას გვაქვს ერთი ისეთი უწყება, რომელიც შეიძლება ბიბლიას ადრეც ეთქვა, მაგრამ უბრალოდ არ დასჭირდა, საერთოდ ბიბლიას ახასიათებს ასეთი რამ. მხოლოდ იმას ამბობს და იმ დროს ამბობს, რომ საჭირდება, თორე სათქმელი ბევრი აქვს. ჩვენ ისიც კი გვაქვს ბიბლიაში არის ერთი ადგილი, საინტერესო ადგილი, სადაც შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ერთ პიროვნებას ჰქონდა გამოცხადება, მაგრამ არ საუბრობს ბიბლიამ გამოცხადებაზე. არ ჭირდება მის თხრობას და იმიტომ. აი ჩვენ ვიცით, რომ კაინი იყო მიწისმუშაკი და ჩვენ ვიცით, რომ აბელი იყო მწყემსი. და ეს არის ის ორი საქმიანობა, რომელიც კაცობრიობის ისტორიის გარშემო ჩნდება. მაგრამ არის კიდევ ერთი საქმიანობა, რომელიც ამავდროულად ჩნდება, მაგრამ ბიბლია ამას ცოტა მოგვიანეო პერიოდისთვის ახასიათებს. ეს არის მონადირეობა. ძალიან საინტერესო ფენომენია მონადირეობა. და ზოგადად უნდა ითქვას, რომ სამივე აი ამ სამუშაო, აი ამ მიმართულებამ თავისი ასახვა პოვა ადამიანის რელიგიურ წარმოდგენებში. წარმართული რელიგია სამივე ამ მიმართულებამ კვება. მაგრამ განსაკუთრებულია მონადირის საქმიანობა.
ძალიან საინტერესო, ბევრი რამ შეიძლება მონადირესთან დაკავშირებით, მონადირის კულტთან დაკავშირებით ვთქვათ. მაგრამ ეს შორს წაგვეყვანს, ეს არ გვინდა, ახლა თავარი სხვა რამეა. თავარი ის არის, რომ ბიბლიაში მონადირე მხოლოდ მონადირეს ანიშნავს, რომელმაც იცის ქურციკსა ჩაუსაფრდეს, კაკანათისად დააგოს, დღის რომელ პერიოდში გავიდეს, ან წლის რომელ პერიოდში რომელ ცხოველზე გავიდეს სანადიროდ, არა, მონადირე რაღაც მეც ნიშნავს კიდე ბიბლიურ ენათმეტყველებაში. მონადირე არის უფრო ამსოფლიური კაცი. არა თავის საქმიანობით, არამედ იმ განცდით, რა განცდითაც ბიბლია ამ ტერმინს გვაწვდის. ეს არის კაცი, რომელმაც იცის ამ ქვეყნად წარმატებული როგორ იყოს, განა იმიტომ რომ ცუდია ამ ქვეყნად წარმატებული იყოს. არა, ჩვენ ამდენჯერმე ვთქვით, არა, აქცენტს აკეთებს არა იმაზე, რაც მთავარია, არამედ იმაზე, რაც შეიძლება, ასე ვთქვათ, მის დროებით პრეტენზიებს და მისდევს მასშტაბოდეს, ასე ვქვია, ახორციელებდეს. მთავარს რო ივიწყებს ამაშია საქმე. ეს არის მონადირე. აქ წარმატებაზე არავინ არ საუბრობს, წარმატების სიცოცხლეზე არავინ არ საუბრობს, არა. აქ საუბრობს ის, რომ რაღაცა ამქვეყნიური, რაღაცა მიზანი, წარმატება იმდენად მნიშვნელოვნად არის შენთვის ქცეული, რომ გავიწყდება ყველაზე მთავარი. გავიწყდება, რომ ადამიანი არის უკვდავის სულითლობელი და მას ღმერთთან ჭეშმარიტ ურთიერთობაში აქვს მოწოდება. აი ეს გავიწყდება. სწორედ წარმატება თვითონ თავისთავად ცხადი არ არის ცუდი. ასეთი მონადირე ჩნდება სწორედ ქამის მოდგმაში. უმადური ქამის მოდგმაში. მას ნებროთი ქვია და აკადური გარდამოცემა, რომელსაც არ ეწინააღმდეგება საეკლესიო წიაღი. სწორედ ამ მონადირე ქამს მიიჩნევს იმ გრანდიოზული პროექტის რეალიზების თავში მდგომში, როგორიც გახლდათ ბაბილონის გოდოლის პროექტი. ამიტომ ჩვენ ბიბლია, როდესაც გვაძლევს გენეალოგიურ ნუსხას, შთამომავლობის დასახელებას, სემისგან ვინ წამოვიდა, იაფეტისგან ვინ წამოვიდა, ქამისგან ვინ წამოვიდა, განსაკუთრებულ პაუზას აკეთებს სწორედ ქამის ამ შთამომავალზე, მონადირე ნებროთზე. და რატომღაც დააზენს ბიბლია იქვე, რომ ეს ნებროთი მარტო მონადირე კი არ არის, მეფეც არის. მეფე მონადირეა. ჩვენ მონადირის სახელით კიდე ერთ ადამიანს გავიცნობთ ბიბლიაში. სახელდებითად, თორე ასეთი მონადირეები ბლომად არიან ბიბლიაში. აი სახელდებითად კიდევ ერთ ადამიანს გავიცნობთ. ეს იქნება იაკობის ძმა. და იმაზეც თქვა მიიქნება, რომ ძალიან კარგი მონადირე, მან იცის ამ ქვეყნად როგორ იცხოვს, მან იცის როგორ არ მოშივდეს ამ ქვეყნად. ეს ცოტა მოგვიანებით. მაგრამ მე რატო ვამბობ ამას ახლა? ჩვენ კიდევ ერთი საინტერესო მონადირე ვიცით. ნახეთ, როგორ ჟღერს ყოვლადწმინდა სამების ტროპარი. კურთხეულ ხარ შენ ქრისტე ღმერთო ჩვენ, რომელმან ყოვლადწმინდად მეთეზურნი გამოაჩინე. მიფინე რამაძე და ყოვლადწმინდა სული შენი და მათ მიერ ყოველი სოფელი მოინადირე, კაცმოყვარე დიდება შენთან. ძალიან საინტერესოა, რომ ამ საეკლესიო საგალობელში, ეკლესიის ამაზროვნებაში მონადირია მათემახარებელიც, მაგრამ მარტო ნებროთი და ესა. მონადირია პავლეც, მონადირია პეტრეც. თუმცა ჩვენ სანამ ამ გზაჯვარედინს მივადგებით, რომელმა გზაჯვარედინმა ჩვენ უნდა გაგვიკვალოს და გაგვაგებინოს, რა გზაჯვარედინია, ბიბლიური გზაჯვარედინია მოცემული, ჩვენ უნდა განსხვავება ვნახოთ, რა განსხვავებაა მონადირე ნებროთს შორის და რა განსხვავებაა მონადირე, თქვათ, იოანეს შორის, იოანე მოციქულს შორის. რა შეიძლება აქ განსხვავება დავინახოთ. ბევრი რამეა სათქმელი, მოკლედ ვთქვათ და ყველაზე მთავარი. როდესაც იოანე ნადირობს, როდესაც მათე ნადირობს, თომა ნადირობს, ნანადირები არ არის. არც იოანესი, არც თომასი, არც მათესი. ნანადირები არის ქრისტესი. ქრისტეში ნადირობენ, მისთვის ხდება ეს მონადირეობა, ეს მეთევზურობა. მაგრამ როდესაც ნებროთი ნადირობს იმისათვის, რომ ნანადირებს დაეპატრონოს თვითონ. სათავისოდ ნადირობს. ამიტომაც ეს მონადირეები ნებროთისნაირი, ესავისნაირი მონადირეები, რომლებიც ჩნდებიან ბიბლიაში. ისინი არიან ისეთი ადამიანები, რომლებმაც იციან როგორ მართონ მასა, როგორ განაწყონ სათავისოდ, როგორ მოინადირონ მას. ამ სოფლის სული როგორ გაითავისონ და როგორ გამოიყენონ მაქსიმალურად კარგად თავიანთივე სასარგებლოდ. არა იმათ სასარგებლოდ, ვისთვისაც ნადირობენ. უბრალოდ ვიც მონადირებული ყავთ. არამედ თავის სასარგებლოდ. როდესაც იოანე მოინადირებს ქრისტესთვის, მონადირებული ბედნიერებისკენ მიდის, მონადირებულის ინტერესებშია ეს ყველაფერი. აი ამ წიაღში შესვლა, ქრისტესთან მისვლა,
საიმისოდაა, თორე თვითონ ღმერთის საჭიროების მიუღმადგას. აი ნებროთისეული მონადირე ნადირობს იმისათვის, რომ მას ჭირდება ნადირები. და თვითონ მონადირებული დაჩაგრული, მონადირებული პატივაყრელი, მონადირებული ღირსება შენახული, მონადირებული დაჩაგრული უნდა იყოს აუცილებლად. და ამ ყველაფრის ხარჯზე თვითონ უნდა იყოს განდიდებული. ესე იგი, ჩვენ შემოგვაქვს რაც არ გვისაუბრია აქამდე ცნება მონადირი ადამიანისა და მიჯნავთ ორ სახეს ერთმანეთისაგან მონადირი ადამიანისგან. ერთი არის, რომელიც თავისთვის ნადირობს და მეორე ასევე, რომელიც უკვე მაცხოვარის მოციქულებში, მოსწავლეებში ხედავთ, ეს არის მეთევზეები, რომლებიც ასევე მოინადირებენ ამ თევზს ოღონდ უკვე ეკლესიისთვის და ქრისტეს სახელით. არა საკუთარი თავის განსადიებლად, კი. ამიტომაც არის, იცი, თუ დაუკვირდებით, მამანდრია, თუ დაუკვირდებით, ხო ძალიან შორს არ მინდა წავიდე, უბრალოდ თემას ეხება ბაბილონის გოდოლის მშენებლობის ეს პროექტი ნებროთთან კავშირში ამას გულისხმობს სწორედ. ყველა დიდი მოღვაწე, მართველი, ლიდერი, ისტორიულად დიდი გამოირჩევა უბრალოებით, გამოირჩევა მსახურების სულით, გამოირჩევა იმით, რომ ის თავში დგას, მაგრამ პირველ მსახურად მიაჩნია თავი. განდიდების მანია რაღაცა ის არ ახასიათებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია. აი, როდესაც ბიბლია საუბრობს ქამის ამ შთამომავალზე, ასახელებს ქალაქებს, უკვე გვახსენებს, რომ კი შევიდა კიდობანში ქამი, რომელიც გადარჩა მამის მორჩილებით. მაგრამ კიდობნიდან გამოსულმა ქამმა აღმოჩნდა, რომ შეიტანა რაღაცა ზრახვები, შეიტანა აზრი და ეს ბუნებრივიცა ადამიანი ცოდვით არის დაავადებული. ის ვერ იქნება უცოდველი, ის ვერ იქნება ძლიერი, ის აუცილებლად არის იმ უძლურების ქვეშ, მოქცეული იმ ძალადობის ქვეშ, რასაც ცოდვას მოაქვს ადამიანისათვის. ამიტომაც ეს პირველი გამოხატვა აი ამ უძლურებისა და ცოდვისმიერი მძლავრობისა ხდება სწორედ ქამში და რატომღაც წმინდა წერილი სწორედ მის შთამომავლობაში მოიხსენიებს მონადირე ნებროთს, რომელიც აი ქალაქების მეფეა. აი ქალაქსიც შემოაქვს და ამით ჩვენ გვაკავშირებს აზრობრივად, გვაკავშირებს იმ საზოგადოებრივ კონსტრუქციასთან, იმ პროექტთან, რომლის რეალიზებაც კაინმა დაიწყო. გიორგი, ჩვენ გქონდა ძალიან კარგი შედარება და გამოვკვეთეთ კარგად, რას აკეთებდა აბელი, რას აკეთებდა კაინი და შემდგომში უკვე სეითის შთამომავლობა და კაინის შთამომავლობა. ეს იყო ძებნა დაკარგულისა. აბელი ეძებდა ზუსტად იმას, რაც დაიკარგა, კაინი ქმნიდა იმიტაციას და თუ შეგვიძლია ეს პარალელები დღეს გადმოვიტანოთ დღევანდელი საუბრის თემაზე და ბაბილონის გოდოლის მშენებლობის აი ამ გზაჯვარედინს დაუკავშიროთ ეს, რომ რა არის ის, რაც აი ამ დროს აირჩია ხალხმა და ბაბილონის გოდოლის მშენებლობის დროს რაზე თქვა უარი. სად იკვეთება ეს? მამანდრია, რა არის იცით, ძალიან საინტერესოა თვითონ ამ საზოგადოების ბიბლიური დახასიათება თავში და შემდგომ ბიბლიური რეზიუმე ბოლოში. ამ ხალხზე დათქვამია, რომ ერთბაგე იყო ეს ხალხი. ერთბაგე ბიბლიაში ანიშნავს მხოლოდ ერთ ლინგვისტურ ერთეულზე მოლაპარაკეს. ერთბაგე ნიშნავს ერთ ზრახვასაც. რაღაცნაირად ნიშნავს იმას, რომ აი მარტივი კომუნიკაცია ხდება, მარტივად ხდება დასაბუთება, გაგებინება იმისა, თუ რის იკეთება მინდა მე. რაღაცა ერთობა გვაქვს სახეზე. ერთბაგე იყო, ერთპირი იყო საზოგადოება, ეს ხალხი, ამით წმინდა წერილი მიუთითებს რაღაცა იმაზე, რომ ჩვენ სახეზე გვაქვს ერთობა, საზოგადოებრივი ერთობა. და უცებ ეს ერთიანი საზოგადოება გადაწყვეტს დაიწყოს ქალაქის შენება. ეს გრანდიოზული შენება, ეს არ არის მარტო, ეს არ არის ქალაქი, რომელიც ქალაქების მეფეც გახლავთ ნებროთი. ეს არ არის ის ქალაქი, რომელიც ააშენა კაინმა, არა, ეს რაღაც გრანდიოზული უნდა იყოს, რაღაცა დიდი, რაღაცა ისტორიის გამსაზღვრელი, რომლის თხემი ცას მიწვდება. ახლა წარმოიდგინეთ, თუ ამდენად უგუნურია ადამიანი და არ იცის, რომ წარმოუდგენელია ესეთი მატერიალური ნაგებობის აშენება, რომლის სიმაღლე შეიძლება ფიზიკურად მივიდეს სამდე. თავისთავად ცხადია, აქ ენა სიმბოლურია და მთავარია რა იდეა უდევს საფუძვლად ამ მშენებლობას.
ეს უნდა იყოს რაღაცა შენობა, არა მხოლოდ მატერიალური, არამედ ეს უნდა იყოს რაღაცა პროექტი, რომელიც იწყება მიწაზე და მიდის ზეცისკენ. რაღაცა ზეციური, რაღაც გრანდიოზული პროექტი, მაგრამ ყარად უნდა იდგეს მიწაზე. ზეციურობა მიწიურობის საზომით უნდა იყოს გაზომილი. რომ არ დავიფანტოთ ამ ქვეყნიდან, აი მიზანი. რაღაცა უნდა შედგეს პროექტი და ამ პროექტმა უნდა შეინარჩუნოს ერთობა. და ეს პროექტი არ უნდა იყოს ზეციური, ეს პროექტი უნდა იყოს მიწიერი, რომელსაც შესთავაზებენ ზეცას. მიწამ კი არ უნდა მიიღოს ის, ასაც ზეცა შესთავაზებს, არა, ახლა მიწამ უნდა შესთავაზოს ზეცას. შეტრიალებულია. ყურადღება მივაქციოთ, რომ ზრახვა არის აბსოლუტურად დადებითი და საკმაოდ მნიშვნელოვანი. შევინარჩუნოთ ერთობა, მაგრამ პროექტია მცდარი. ერთობის შენარჩუნება იგეგმება ადამიანური ძალისხმევით. მარტივად დავასკვნათ. უტოპიურია და ვერასდროს ვერ იქნება. ერთობას სხვა რამ ჭირდება, ერთობას სურვილი არ ჭირდება მხოლოდ. ერთობის რეალიზებას სურვილი შემდგომ ჭირდება კიდე სხვა რამ. და ეს რა არის სხვა რამ, თავად მაცხოვარმა მაკითხა, ვინ ჩემთან არ კრებს. ის განაბნევს. ეს ნიშნის მოგება კი არ არის. არის დაახლოებით იგივეა, მე რო გითხრათ, თუ ხელს წყალში ჩაყობ, ხელი დაგისველდება. რატო დაგისველდება? იმიტომ რომ წყლის თვისებაა სისველე, წყლის თვისებაა ასველებდეს. ასევე ადამიანური სისუსტის თვისებაა, თუ მას რაღაცა ძლიერება არ დაემატა, თუ მას რაღაცა შემკრები არ დაემატა, თვითონ ადამიანური სისუსტე, რაც არ უნდა გრანდიოზული პროექტი იყოს, რაც არ უნდა ხანგრძლივი პროექტი იყოს წარმოდგენილი, ბოლოში აუცილებლად ფიასკოს განიცდის. აუცილებლად დაინგრევა და დაილეწება. მაგრამ თვითონ იდეა ნახეთ, როგორ კარგად ჟღერს, რომ ეს არის შენობა ადამიანის მიწიდან ზეცად ამყვანებელი. თლიანად დადებითია. თლიანად დადებითია. ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს? იგივეს ამბობს ეკლესიაც, რომ ადამიანი მიწიური ცხოვრებიდან ზეცად აღყავს. კი ბატონო. აკავშირებს ღმერთს. კი ბატონო. ხო? და თუ გავიხსენებთ, ეს მსგავსი არის იმ შეპირების, რასაც გველის პირით პირდებიან ადამს, რომ ის დაინახავს რა არის კეთილი და რა არის ბოროტი და გახდება ღმერთივით. აი ეს ჯაჭვი უწყვეტი არის აქ თითქოს. ძალიან კარგ რაღაცას გეგმავენ. იმას, რასაც ფაქტიურად სთავაზობს ღმერთიც, საღვთო განგებულებაც ეკლესიაც. ღმერთი განსხვავებით. აი ეს განსხვავება მთავარი გზაჯვარედინზე. ეს არის მთავარი განსხვავება, როდესაც გზაჯვარედინზე დადგა კაცობრიობა, ზრახვა, როგორც აღნიშნეთ, სრულიად მისაღები, სრულიად დადებითი, სრულიად კარგი, მაგრამ პროექტი აბსოლუტურად უტოპიური და აბსოლუტურად მცდარი. რატო? იმიტომ რომ ამ გზაჯვარედინიდან გაუხვევენ იქითკენ, სადაც ღმერთი ფიგურალურად ვთქვათ არ არის. შესაბამისად ვერც ერთობა იქნება, ვერც თანხმობა იქნება. კვლავ იმიტაცია გამოდის. კიდევ კვლავ იმიტაცია. ისევე როგორც კაენი ეძებდა არა დაკარგულს, არამედ იმიტაციას ქმნიდა, ბაბილონის გოდოლის მშენებლობაც არის არა ძიება ნამდვილი ზეცისა, არამედ იმიტაცია ზეცა და ასვლისა. კი ბატონო. ალბათ არ არის შემთხვევითი, რომ იონე ღვთისმეტყველი თავის საწინასწარმეტყველო წიგნში ასევე ბაბილონს ახსენებს. ხლა იოანესეულ ბაბილონს კიდე თავის მეცნიერული კვლევა აქვს, ცოტა შორს წამოთ კიდე. არ გვინდა ამდენი ამ ეტაპზე მხოლოდ ისა ვთქვათ, რომ მაქსიმალური აპოსტასიის ჟამს, როგორც მაცხოვარი ამბობს, მორწმუნეების მოკლით ეგონებათ, რომ ღმერთს ემსახურებიან. შეთავაზებული იქნება სწორედ ყველაფერი კარგი, დადებითი. მაგრამ პროექტი იქნება ადამიანური. პროექტი იქნება უტოპიური და ყველაზე მძიმე და გამანადგურებელი იმ ისტორიისა, რომელი ისტორიაშიც დღეს მოქცეული ვართ. საქმე ის არის, რომ ასეთ პროექტებს ყოველთვის რეალიზებისათვის თან ახლავს ერთი ძალიან საინტერესო რა. ის იწყება ერთგვარი შემართებით, ენთუზიაზმით, გრძელდება ტირანიით და სრულდება სრული დალეწვითა და მოსპობით. იცით, მე ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ ბიბლიის მე-11 თავის პირველი 9 მუხლი პირველი წიგნის მე-11 თავის პირველი 9 მუხლი. ერთგვარი კონსპექტია იმისა, თუ უტოპიური მშენებლობები, იქნება ის სოციალური, ეკონომიური თუ პოლიტიკური, არ აქვს ამას მნიშვნელობა, როგორ იწყება, როგორ ვითარდება და
აუცილებლად როგორ ინგრევა და ისპობა. აუცილებლად. რადგან ფუნდამენტი, რომელზეც ის დგას, ეს ფუნდამენტი აბსოლუტურად ყიფია, არ შეუძლია მას დაიჭიროს ის გრანდიოზული იდეა, შეინახოს ის მისწრაფება, რაც მის დასაწყისშივე იდო. ამიტომაც, როდესაც ჩვენ ბაბილონის გოდოლის შენობა, უბრალოდ ბაბილონი ამას მოგვიანებით ეწოდება, თვითონ ისინი ამას ბაბილონს არ უწოდებენ თავისთავად. როდესაც ამ გრანდიოზული პროექტის რეალიზება იწყება, ამ პროექტის რეალიზებას სჭირდება დრო, სჭირდება ძალისხმევა. და აი ეს ძალისხმევა და დრო სწორედ გამოავლენს იმ თვისებებს, რომლის შესახებაც უკვე მოგახსენებდით და რაც უკვე იუდაურ გარდამოცემაში, აქადურ თქმულებებში ძალიან ისე შორს არის წასული, ბევრი რამ არის და ნათქვამი, ბევრი ახლა იქ საკმაოდ ისეთია არარაციონალურია და მძიმედ დასაჯერებელი, ყველაფერს ვერ შევეხებით, მაგრამ არსებითი რაც არის, რასაც იუწყებიან აი ამ უწყებებში. გახლავთ ის, რომ მშენებლობა გადაიზარდა გაუსაცლის ტირანიაში. გაუსაცლის ტირანიაში, რამაც პრაქტიკულად უკვე შეაფერხა ამ პროექტის სამომავლო რეალიზება. რადგან მშენებლობა ქაოსურად ვერ განხორციელდება, მშენებლობას ვიღაცა მოთავე ჭირდება, ორგანიზატორი ჭირდება, მთავარი ორგანიზატორი ჭირდება, ამ შენობას მთავარი არქიტექტორი წაყავს. ყავს ვიღაცა, ვინც ამას ყველაფერს ხელმძღვანელობს. და სად უნდა გაჩერდეს ეს პროექტი? სად უნდა შეითვალოს ის დასრულებულად? სად შეიძლება თქვა საზოგადოებამ, რომ აი ახლა აი ამ ჩვენმა სოციალურმა პროექტმა, რომელიცაც თავისი ნივთიერი გამოხატულებაც აქვს კონკრეტული ნაგებობის სახით, თავისი დანიშნულება უკვე შეუძლია შეასრულოს, აქ შეიძლება გავჩერდეს. ასეთ რამეს ადამიანი ვერ იტყვის. არ აქვს ამის უნარი. ამიტომაც ის გადაიზარდება ტირანიაში. ამიტომაც ის ახლა აქედან გამოსავალი რაღაცნაირად იმნაირია, რაც გამოსავალსაც წმინდა წერილი პოულობს ვაში, როდესაც კაინის ცივილიზაციის დროს გველაპარაკება. სადღაც წყვეთ საერთოდ ლაპარაკს. იმიტომ კი არა, რომ კაინის ცივილიზაცია იქ შეწყდა. არა, ის გაგრძელდა, მაგრამ სალაპარაკო აღარ არის. ამით შეგვიძლია დავასრულოთ. ამაზე მეც და ამაზე მნიშვნელობას ვეღარ იტყვის ბიბლია. ამაზე მნიშვნელობას ვეღარ გვაუწყებს ის. ამიტომაც სწორედ ამ იდეით, რომ ეს მშენებლობა დაიწყო კაცობრიობამ, ამ კაცობრიობის შესახებ საუბარს წყვეტს. გაგრძელება ძალიან საინტერესოა. ისევ ჩვენ წინა ერთ-ერთ შეხვედრაზე ვისაუბრეთ, ხო, ანთროპომორფიზმებზე, აქაც ეს ხერხია გამოყენებული, ღმერთი იტყვის ჩავიდეთ, ნახოთ რა ხდება. თავისთავად ხელი ასათქვით ჩასასვლელი არა, არაფერი სანახავი არ აქვს, არაფერი გამოსაკვლევი არ აქვს, მაგრამ ეს არის ბიბლიური ენა და ამით ბიბლია გვეუბნება, აი გახსოვთ ჩვენ ერთხელ თქვით, რომ აი რა ტერმინით შეიძლება დაახასიათოს მოსემ წარმომავლელი კაცობრიობა, რაღაცა ისეთი ტერმინი ჭირდებოდა და რაღაც ისეთი ტერმინი სიტყვის სრულად მოულოდნელ სიტყვის, რომ ინანა ღმერთმა, რომ შეინანა ხო, რაღაცა ისეთი მას სიტყვის. აი აქაც ასეთი ისა, რაღაცა წიგნის ავტორს უნდა გვითხრას რაღაცა მოქმედება, დაგვიხასიათოს საფრთხო დამოკიდებულება ამ ყველაფრისადმი, რომ დაგვანახოს რამდენად დიდ утопიაში, რამდენად დიდ ჩიხში, რამდენად შორს არის ამ გზა ჯვარედინიდან წასული სულისაგან უკან მოbrunებასაც საკმაოდ ის აქვს, უკვე ის სადაა მოსაბრუნებელი ისიც კი აღარ აჩანს. და ამისათვის ბიბლია იყენებს სწორედ ამ ფრაზას, რაღაცა ძალიან ახლოს მივიდა ღმერთი თითქოს ადამიანთან. თითქოს შეანჯღრი ადამიანი რას აკეთებ? უჩემოდ არ ხდება, ძალიან შორს აღმოცი ჩემგან. ძალიან შორს ახარ ჩემგან. და ის სწორედ აქ ძალიან საინტერესო რამს ხვდებით ბიბლიაში. ეს ისევ ერთ ბაგეა, ეს კაცობრიობა, ისევ ერთ ენაზეა მეტყველი, ისევ ერთ ძრახვაა. ხო, აი საინტერესოა ეს ამდენი ერთობაზე ვილაპარაკეთ ჩვენ, სალაპარაკო ენაც ერთი აქვს, განზრახულობაც ერთი აქვს. თითქოს ერთობა თავისთავად კარგი რამის მომტანი უნდა იყოს. აი ყველაზე უფრო მთავარი რა აკლია ამ ერთობას, რაც ამ კაცობრიობას. აი ამ ერთობას სწორედ ეს აღარ ესმის ღმერთის. ღმერთთან ერთობა. ღმერთთან ერთობა აკლია. უღმერთობა ჭირს. საქმეც ეს არის, ჩვენ როდესაც ერთობაზე ვსაუბრობთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტია მამანდრია. ერთობა რაღაცა უნდა ხასიათდებოდეს სიმტკიცით, სიმყარით და утоპიურობის მთელი სიმძიმე, მთელი დანაკლისი ამაშია, სწორედ რომ უცებ აღმოჩნდები ყარად გეგონა რაღაცა და დაილეწა და დაიშალა ყველაფერი. რაც მოსდით ზოგადად იმპერიებს.
გონიათ რომ თავიანთი ძლიერების ენიძი არიან, იქ იწყება სწორად გრევა და იქ იწყება სწორედ მსხრევა ყველაფრის. ეს ისტორიული გამოცდილებაა. და ისტორიად ამის თქმა მინდოდა რომ როდესაც მოდის ღმერთი ჩავიდა, ნახა რას აკეთებს ხო ეს ადამიანი. აღმოჩნდა რომ ადამიანებს ერთმანეთის ესმის და ადამიანებს ღმერთის აღარ ესმის. აღარა ის ენა რომელთაც შეიძლება ღმერთს დაელაპარაკო, აღარა ის ენა რომელთაც შეიძლება ღმერთს მოусმინო. მას მხოლოდ ერთმანეთის ესმით. და აქ იწყება გათიშულობა სწორედ. ხდება ენათა აღრევა. დღევანდელი საღვთისმოწყალო აზრი ადამიანის პიროვნების შესახებ, როდესაც საუბრობს, იქნა მიდიანი აზრზე, რომ ასე გამოთქვან ადამიანის პიროვნების სრულყოფილება, რომ სრულყოფილია პიროვნება მაშინ, როდესაც ერთობა აქვს ღმერთთან მას. ცალკე აღებული, როგორც კი აი ამ საღვთო წყაროს მოწყდება ადამიანის, საღვთო ჭვრეტის წყაროს მოწყდება ადამიანის პიროვნება, ის აღარ არის სრულყოფილი, რადგანაც იმდენად დიდ რამეს აკლდება, იმდენად დიდ რამეს კარგავს, რომლისთვისაც შექმნილი იყო, რომ აი სწორედ მდგომარეობაში არის, რომ მიმდინარე პროცესებს აკვირდება მხოლოდ და მიმდინარე აი ამ გარემოებებში სწავლობს ორიენტაციას, ისევ როგორც აი ნებროთი თავის ნადირობის დროს. კი ბატონო, ჩვენთან ერთი ძალიან საინტერესო დეტალი არ დაგვაუწყდეს. როდესაც ადამიანზე გვაქვს საუბარი, პიროვნებაზე და მის ამ შეხედულებებზე გვაქვს საუბარი, ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ადამიანი არის რელიგიური არსება. უნდა თუ არა სამს. ათეისტსაც სამს. რომ ღმერთი არის. როდესაც მე ვამბობ, რომ ღმერთთან ერთობა აღარ მაქვს, იმავდროულად მე ამას გულისხმობ იმას, რომ ადამიანს რომელსაც ღმერთთან ერთობა აღარ აქვს, სხვა რამესთან იწყებს რელიგიურ ერთობას. შეიძლება სულაც არ უწოდებს ის მას ღმერთს, მაგრამ აღმერთებს თავისი აზროვნებით. ეს პროექტი ამ კაცობრიობის ღმერთი გახდა. ამ პროექტმა უნდა შეინარჩუნოს სწორედ მათი ერთობა და არა ღმერთმა. ღმერთმა ჩაანაცვლეს ამ პროექტით. ამაშია ბაბილონის გოდოლის საიდუმლო. ეს პროექტი იქნება აპოსტასიის დროს კიდევ გახსენებული. და როგორც გარდამოცემა გვეუბნება, როგორც ნებროთმა მოითხოვა გაღმერთება, სწორედ მსგავსი რამ იქნება მურჯულოების, ის ანუ განდგომილების შვილის ყველაზე დიდი წარმომადგენლის მიერ მოთხოვნილი კაცობრიობისათვის. ამიტომ ეს არ არის იცით მარტივად თითქოს და რელიგიური პრეტენზიულობა. გინდა თუ არა ამ ღმერთს ერთით თაყვანი. არა, უბრალოდ ეს ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობაა, ის რელიგიური არსებაა. რაც არ უნდა უარყოფთ ეს რელიგიას, ის თავისი არსებით რელიგიურია, შეიძლება სულ არ აღიარებდეს რაღაცა ღმერთად, მაგრამ მისი აზროვნება გულისხმობს, რომ იმ რაღაცას აღმერთებს სწორედ, ზოგი ფულს, ზოგი მუცელს, ზოგი დიდებას, ზოგი პატივისცემას, სხვადასხვა ღმერთები არსებობს ამ ნიშნით. და ეს უნიკალური პროექტი, ჭყალებში სიტყვა უნიკალური, რომელიც ბაბილონის გოდოლის სახით არის შეთავაზებული იმდროინდელი კაცობრიობისათვის, ეს დავიწყებული არ არის. დღევანდელ დღემდე ეს პროექტები მუშაობს. და მთელი სიმძლავრით ამუშავდება. ღმერთის გარეშე გაღმერთება. ღმერთის გარეშე ბედნიერება, ღმერთის გარეშე ერთობა, ღმერთის გარეშე წარმატება. და ჩვენ მუდმივად დგევართ ამ გზაჯვარედინზე. ამ გზაჯვარედინზე დგევართ მუდმივად. სინამდვილეში ღმერთის გარეშე რომ ვამბობთ, გავიმეოროთ. ანუ კერპთან ერთად წარმატება, კერპთან ერთად ბედნიერება, ღმერთის გარეშე ავტომატურად გულისხმობს რაღაცა გაკერპებული. ან სოციუმი, ან რაღაც პროექტი, ან ფინანსური შესაძლებლობები, ან პოლიტიკური შეხედულებები, ან და ვიღაცის შეპირება, ვიღაცა შეკვირდება, რომ აი ამას თუ გააკეთებ, ხო, შენ ძალიან კარგი ცხოვრებას უსწრებს. შენ თუ ეს იმდენად მძიმე რაღაცას გთავაზობენ, ამ ეწინააღმდეგება ღირებულებათა სისტემას, რომელიც გამოცხადებით ჭეშმარიტებაზეა დაფუძნებული, ეწინააღმდეგება იმ ურთიერთობას ღმერთთან ერთობაში უნდა ქონდეს ადამიანი და ამისათვის წახვალ ამაზე თავისთავად ცხადია, იწყებ უკვე ღმერთის უარყოფას და შენთვის ღმერთი ხდება ის შეპირება, რომელიც უნდა მოგივიდეს რაღაცა საქმის გაკეთებაში. აღარ აძლევს შენ მნიშვნელობას, ვის ემტერები, რატო ემტერები, თავარია ემტერები და რაღაცა შენი კერპი რაღაცას გპირდება და რაღაცას გთავაზობს. შესაბამისად, ბაბილონის გოდოს ბაბილონი აღრევას ნიშნავს. ანუ ეს ერთობა დასრულდება ბაბილონით, ეს ერთობა დასრულდება აღრევით, ეს ერთობა დასრულდება ქაოსით. ვეღარ გაგრძელდება. მსგავსად იმისა, როგორც ადამი ვეღარ გაიწვდის ხელს და ვეღარ შეჭამს უკტავების ნაყოფს. შეუძლიას გააკეთოს, ვეღარ გააკეთებს, რატო? სიმბოლური ენით ვთქვათ,
მოწყინარი მახვილით ანგელოს დააყენებს ღმერთი. ანუ ეს რომ გააკეთოს ახლა ადამა, ეს ნაყოფი რომ მიიღოს, მავნებელი ხდება მისთვის. უკვე უკვდავება მავნებელია მისთვის ამ ცოდვით. ასევე ამ ხალხისთვის მავნებელია უკვე ასეთი ერთობა. გაცილებით დიდ საზღვრობაში, გაცილებით დიდ ჭიხში შევლენ. დროზია ეს კიდე დასასრულებელი. ამიტომ ის აღრევა, ეს ბაბილონი ესეც ერთგვარი წყალობაა ღვთისა კაცობრიობაზე, რომელსაც დაუშვებს იმისათვის, რომ კიდე უფრო დიდ საშინელებაში და დიდ უტოპიისაკენ არ წაიღოს თავი ადამიანმა. დიდი მადლობა, გიორგი. საინტერესო საუბრისთვის. ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ ნახეთ, როგორ შეიძლება საჯვარედინზე იდგეს ადამიანი, აქაც შესაძლებლობა გვაძლევს ეს თხრობა გამოვკვეთოთ ადგილი, სადაც ადამიანს შეუძლია აირჩიოს ნამდვილად ძიება იმისი, რაც დაიკარგა, ან ამაზე არ იზრუნოს და იზრუნოს იმიტაციის შექმნაზე. და ყველაზე დიდი პროექტი ალბათ, რაზეც საუბრობს ბიბლია, რომ ადამიანს წამოუწყია ბაბილონის გოდოლია, რომელიც იქცა სიმბოლოდ იმისა, რომ ადამიანი უღმერთოდ როგორ ცდილობდა ზეცას მიწვდომოთა. უღმერთოდ როგორ ცდილობდა შეექმნა ყველაფერი ის, რაც ჩაუნაცვლებდა მას ბედნიერებას. და რაც თავარია, ჩვენ გადაცემის ბოლოს შესაუბრებთ, რომ ბაბილონის გოდოლის ანტიმაგალითი ეკლესია. ეკლესია კრებს აერთებს იმ დარღვეულ ერთობას, რომელიც იქ ადამიანმა მიიღო. კი, ამის თქვა მინდოდა სწორედ, რომ თუ ბაბილონის გოდოლის მშენებლობა არის გაგრძელება იმ ხაზისა, რომელსაც ჩვენ კაენში ხედავთ, რომ ის ქმნის ხელოვნურ ბედნიერებას ღმერთის გარეშე. ეკლესია სწორედ არის ის, რომელიც აბელის გზას აგრძელებს, რომელიც ეძებს სუსტად იმას და ცდილობს იმასთან ერთობა კავშირში მიიყვანოს ხალხი, რაც დაკარგა რეალურად სამოთხეში ერთობა ღმერთთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეკლესიაში სწორედ განსხვავებით ბაბილონის გოდოლისაგან არ აქვს მნიშვნელობა ეროვნულ, სოციალურ, პოლიტიკურ, კულტურულ წინამძღოლებს. იქ ხდება ერთობა ქრისტეში. ნამდვილი ერთობა, ჭეშმარიტი ერთობა. და ამ ადამიანურ განზრახში არსებული ერთობა ირღვევა. და ნახეთ ქრისტეში როგორი ერთობაა, ამ ერთობაში არავინ არ იკარგება თავის პიროვნულ, თავის თავადობა და სიდიადეს ინარჩუნებს ყველა. იმ დროს, როდესაც იმ უფერულო ერთობაში, რომელიც ბაბილონის გოდოლის რეალიზებაშია წარმოდგენილი, იდეაშია მთელი ეს ერთობა ერთ უფერულ, ერთ ფერის მასად იქცეს, რომლის წარმოადგენლებს პიროვნული ღირსება ბოლომდე აქვთ ფერქვეშ გათელილი. დიდი მადლობა გიორგი. დიდი მადლობა მობრძანებისათვის და საუბრისთვის. ჩვენ ალბათ შემდეგი თემა უკვე გვექნება აბრაამის ეპოქის განხილვა. მაყურებელს დავემშვიდობები, მომავალ შეხვედრამდე უყურეთ ჩვენს გადაცემათა ციკლს ბიბლიური გზაჯვარედინები. შემდეგ გადაცემაში ჩვენ განვიხილავთ გზაჯვარედინს, რომელზეც მამამთავარი აბრაამი გაივლის. კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.